ჩვეულებრივ მშვიდობიან სიტუაცია და უცებ ღამის საათებში მოწინააღმდეგე იწყებს შენი სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებას. ბრიგადული სისტემა უნდა მოიშალოს და დამკვიდრდეს ცალკეული ბატალიონების სისტემა. ძირითადი პლუსი მაინც ბრიგადის ის არის, რომ რაც შეუძლია ბრძოლისმიერ ბრიგადას მაგას ბატალიონი ვერასოდეს ვერ გააკეთებ. პლუს მაგას მშვიდობიან პერიოდში ბრიგადის უზრუნველყოფა ლოჯისტიკა ზოგადად მართვას ბევრად უფრო მარტივია, მაგრამ უდიდესი მინუსი არის იმ კუთხით, რომ ჩვეულებრივ მშვიდობიან სიტუაცია და უცებ ესეთ ღამის საათებში მოწინააღმდეგე იწყებს შენი სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებას პლანირებადი ბომბებით, ბალისტიკური რაკეტებით, ავიაციით. ასეთ შემთხვევაში, როდესაც ერთ ბრიგადაში არ თავმოყრილი ასეთი რაოდენობის ცოცხალი ძალა, ბრიგადის პირადი შემადგენლობა, მისი ტექნიკა. მეც ვეთანხმები გიგას, ანუ კითხვაც სწორად არ არის დასმული ამ შემთხვევაში, ესე ვთქვით, რელიეფი ამაში ხელს გვიწყობს მოწინააღმდეგეს პირიქით. მართლა უფრო მარტივი იქნება, უბრალოდ დისტანციები გაიზრდება და მანევრირების ამბავში გადავათვალოთ. მოკლედ ორივეს თავისი პლუსები და მინუსები აქვს.